ხმები ავადმყოფი გოგონას დახმარების სანაცვლოდ ქედას რაიონში მცხოვრები ბოლქვაძეების ოჯახი ნაციონალური მოძრაობის კანდიდატებს 2500 ხმის სანაცვლოდ მიცემული პირობის შესრულებას თხოვს. სახელდება კონკრეტული გვარები. ბოლქვაძეები პარლამენტის მაჟორიტარობის კანდიდატ იაშა შერვაშიძესა და აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატობის კანდიდატ ირაკლი ბარამიძეს მიმართავენ. ოჯახი ამბობს, რომ კანდიდატები მათ მხარდაჭერის სანაცვლოდ ლეიკემიით დაავადებული შვილის მკურნალობის ხარჯების დაფარვას დაპირდნენ. თუმცა მხარდაჭერის შემდეგ ეს დაპირებად დარჩა. ყავს დაავადებული შვილი, რომელსაც ესაჭიროება ძვლის ტვინის გადანერგვა და ვითხოვდი დახმარება. სამში მივაკითხე ირაკლი ბარამიძის ოჯახში, რომ მე მინდა პასუხი ამ ყველაფერი დანაპირების შემდეგ პასუხი ხომ უნდა მოითხოვო. მისმა მამამ და ძმამ იქეთ მიგიქნეს, რომ რაზე მოდიაქო, წადი და სხვაგან მოიკითხე პასუხიო, კაცო, მე მიჭირს და პასუხზე მოვედი. მე სხვა ოდესმე არ მივსულვარ მაგენთან. ეს ხელწერები გააკეთეს იმისათვის, რომ ოღონდ ნონას დაეხმარეთ ამდენი ხმა ნაციონალებს. აი, ამდენი ხმა ნაციონალებს. 2500 ხმა აქვს ჩემო ფასებო 2500 ხმა. ხმები უნდა და ალბათ იმის გულისამ პირდებოდნენ და მათყულებთ. აბა სხვა რა არის? დამთავრდა არჩევნები და დამთავრდა ყველა.